საინფორმაციო პროგრამა სტუმართან ერთად ვაგრძელებთ, რა შეიცვლება საქართველოსთვის ტრამპის გაპრეზიდენტებით და რა ქმედებები შესაძლოა ვიხილოთ ამერიკელების მხრიდან. თემაზე სტუმართან ამირან ძოწეინძესთან ერთად ვსაუბრობთ. ბატონო ამირან, საღამომშვიდობის, ძალიან დიდი მადლობა, რომ მობრძანდით და ჩვენი გადაცემის სტუმარი ხართ. მადლობა თქვენ, 2025 წელს გისურვებთ პირველად ვარ წელს თქვენ 25 წელში პირველად ბრძანდებით. კი ბატონო. ესე იგი, დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებას ელოდებოდა ორად გაყოფილი საქართველოს ორივე მხარე. როგორც მართველი ქართული ოცნება, ასევე პროევროპული ძალები და ის ადამიანები, რომლებიც არიან უკვე ქუჩაში გამოსული თითქმის 2 თვეა და საკუთარ უფლებებს ახალი არჩევნების მოთხოვნით და დაკავებული ადამიანების გათავისუფლებით ითხოვენ. აი, დონალდ ტრამპი შეუდგა უკვე ოფიციალურად 47 პრეზიდენტია ამერიკის, მან დაანონსა, რომ ამერიკისთვის დაიწყო ოქროს ხანა. საქართველოსთვის მოცემულ მომენტში სამწუხარო სტრატეგიული პარტნიორობაც რომ აღარა გვაქვს. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა პროგნოზი შეგიძლიათ გააკეთოთ? შეიძლება თუ არა გქონდეს აი ამ ძლიერი დააყვევებული ამერიკის დახმარების იმედი ქართულ მხარეს? ამერიკის იმედი ყველა თავისუფლების მოყვარე ხალხს უნდა გქონდეს და აქვს კიდევაც ბევრი რამე ჩვენზეა დამოკიდებული. იმის თქმა თუ რა თქვა ტრამპმა, თითქოს უსმინე მის საინაუგურაციო სიტყვას, ბევრი წინასაარჩევნო მისი გამოსვლა მაქვს მოსმენილი. თავიდან ბოლომდე ამერიკელებისთვის იყო განკუთვნილი, რასაც ლაპარაკობდა ამერიკის 45 და 47 პრეზიდენტი. ეს მათთვის იყო. ჩვენ რა თქმა უნდა, ყველა მეტნაკლებად გონიერ და ადეკვატურ ადამიანს უნდა ესმოდეს, რომ ტრამპი, ბაიდენი, კამილა ჰარისი ეს არის ამერიკელების საქმე, ამერიკელებმა თვითონ უკეთ იციან, ვინ უნდა აირჩიონ, ვის ანდონ საკუთარი ქვეყანა რამდენიმე წლით და საკუთარი 4 წლიანი მომავალი, მინიმუმ 4 წლიანი ბედი, ეს ჩვენ ნაკლებად გვეხება და ნუ ნაკლებად უნდა ვინერვიულოთ ამაზე, ჩვენთვის თავარია რომ ამერიკას არ დაკარგოს ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ. ეს იქნება ჩემი აზრით ჩვენთვის კატასტროფა, თუ ჩვენ იმ სიტუაციაში როცა გვყავს დაუნდობელი ველური მტერი, რომელსაც ჩვენი ქვეყნის თითქმის მე-5 აქვს ოკუპირებული და ფაქტობრივად ჩვენთვის რა შეიცვლება საქართველოსთვის? აი ვთქვათ, ამერიკის გაძლიერებით რუსეთი დასუსტდება? არა, ამერიკა ძლიერია. ტრამპის არჩევით ნახოთ, ყოველწლიურად ამერიკა ვითარდება, უკან არ მიდის ყოველ შემთხვევაში. ამერიკა უჩვენოდაც ძლიერია, ტრამპის გარეშე ის ყოველთვის ძლიერი იქნება. ის არის ყველაზე დიდი და ყველაზე გავლენიანი სახელმწიფო დედამიწაზე და ამავე დროს რაც ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებოა, ეს არის თავისუფლების დაცვის ფლაგმანი მთელ დედამიწაზე. მით უმეტეს ჩვენ ტერთან შედარებით ახლა რუსეთი დასუსტება ამერიკის გაძლიერებით, მე ასე ზიარჭურჭერებით ამას არ განვიხილავდი. რუსეთს დაასუსტებს მისი დღევანდელი მმართველობა და ასუსტებს კიდევაც გუშინ ტრამპმა აღნიშნა კიდევაც რომ არ არის კარგი მმართველობა, როცა 2 წელიწადში მილიონი ჯარისკაცი გიკუდება და თითქმის ერთი ამდენი კიდე დახეიბრდება. ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ პუტინი არის კარგი მმართველი და კარგად მართავს. ასე თქვა მან, როცა მას კითხეს რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ, ეს არ არის კარგი მილიონი და სრულებითაც არ ნიშნავს კარგ მმართველობასო, ხო? გასაგებია ეს, რასაც გულისხმობს, ანუ რუსეთს ბოლოს პუტინი მოუღებს ყველაზე უკეთესად, როგორც ვატყობ, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა განვიხილოთ ასე, რომ ჩვენ გვყავს მტერი, რომელიც გვემუქრება სახელმწიფოს გაუქმებით. რუსეთი ჩვენ არ გვემუქრება, იმიტომ რომ ჩვენ ან მისთვის მოსაწონი მმართველობა გვყავს, ან არ გვყავს. მას ჩვენი არსებობა, როგორც ასეთი, არ წყობს. მას არც ცნობს, რომ ჩვენ ცალკე ქვეყანა ვართ, არც არასდროს უცნია რეალურად, ის ჩვენ განვიხილავდა ყოველთვის მის უკანა ეზოთ. თუ ჩვენ ქართული საზოგადოება ამას შევეგუებით, რომ იქნებით რუსეთის პროვინცია, ანუ სადღაც ჩეჩნეთის გარეუბანი, მაშინ ამერიკა ვერაფერს ვერ ისამს, მაგრამ
საბედნიეროდ ქართველი ხალხი, მისი დიდი ნაწილი ასე არ ფიქრობს კი არა და მას სურს და ჩვენ არსად დასავლეთში არ გვინდა, ჩვენ ვართ დასავლეთის ნაწილი. ჩვენ ვართ ძველი რომაულ-ბერძნული ცივილიზაციის, ხმელთაშუა ზღვის ცივილიზაციის ნაწილი. უძველესი ევროპელები ჩვენი კულტურით, ჩვენი დამოკიდებულებით ცხოვრებისადმი, ჩვენი შიდამოწყობით, ოჯახით, ურთიერთობებით, ჩვენ ვართ ევროპული ხალხი. ჩვენ სურს დაუბრუნდეთ ევროპაში. ეს სხვათა შორის ძალიან ბოდიში გაგაწყვეტინეთ ამას ვიტყვი და მე მოგისმენთ. ძალიან დაივიწყა ყველამ, აი ერეკლე მეორეს ხომ მიცავენ ძალიან ის ამათ გონიათ ქართულ ოცნებას, რომ ერეკლე მეორე რუსეთუმე იყო და ის რა ქვია, რუსების გუბერნიისთვის ემეტებოდა საკუთარი სამეფო. და რა იყო მთავარი მოტივი? აი რითი ამართლებდნენ ჩვენი მაშინდელი წარმატებული საზოგადოება ქართული რითი ამართლებდა რუსეთთან ურთიერთობას. ერთადერთი რამით, რომ ეს არის მართალი არაპირდაპირ, მაგრამ გზა ევროპაში. ეს ყველგან დავიწყებული ახლა, ამას იძახდნენ აი 32 წლის შეთქმულებიც, რომ ერთადერთი რაც რუსეთმა ჩვენ მოგვიტანა, აი მე-19 საუკუნის პირველი ნახევრის ძველი თაობის სანამ ილია ჭავჭავაძე და თერგდალეულები მოვიდოდნენ, ამას იძახდნენ, რომ ერთადერთი დადებითი რუსეთთან ურთიერთობით რაც ჩვენ მივიღეთ, ეს არის რომ ჩვენ მართალია არაპირდაპირ, მაგრამ რუსეთის გავლით ევროპას დაუკავშირდით. ამაზე არავინ არ საუბრობს. ეხლა არავინ არ საუბრობს ამ მართველ ელიტას გონია, რომ აი ჩვენ ახლა თუ გამოვაცხადებთ ამას წინათ რუსმინე ერთ-ერთს, რომ აი ჩვენ ნეიტრალურები უნდა ვიყოთ თუ ერთ-ერთ ბიზნესმენს. ანუ ბიჭო, ნეიტრალურები ვიყავით 18-21 წელს. ყველაფერი დაუთმეთ რუსებს. ყველაფერი რაც გთხოვეს. გვითხრეს გერმანელები გასულიყვნენ საქართველოსდან, გერმანელებს საქართველოს მთავრობამ უთხრა რომ ბოდიში, მაგრამ უნდა წახვიდეთ. ბრიტანელებს დაეტოვებინათ საქართველოს, გვითხრეს, თხოვეთ ბრიტანელებს და დატოვეს საქართველოს. ტერორისტი ბოლშევიკები მახარაძის მეთაობით ციხეებიდან გამოუშვეს. ნეიტრალიტეტი გამოეცხადებინათ, გამოაცხადეს. მაგრამ მიუხედავად ამისა, აღიარებიდან არასრულ ერთ წელიწადში შემოგვიტიეს და დაგვიყვეს. რუსებისთვის არაფერი არ არსებობს მათი სიტყვას ფასზე ისინი ჩვეულებრივი ველურები. სიტყვას ფასს სცემს კულტურული, განათლებული და მოწესრიგებული ადამიანი. საკუთარ სიტყვას თავმოყვარე და რუსებისთვის ეს არაფერს არ ნიშნავს. რისი ნეიტრალიტეტი და შვეიცარიასთან შედარება შეიძლება ჩვენი შვეიცარიელებს ჯერეთი 600,000-იანი კბილებამდე შეიარაღებული ჯარი ყავთ და ვერც შესუნავს ვერავინ მათ ტერიტორიაზე დიდი დანაკარგების გარეშე. ვერც შევა ვინმე, მაგრამ ახლა შვეიცარიის სამეზობლო და ჩვენი სამეზობლო ერთი და იგივეა. რა ის ნეიტრალიტეტი უნდა და შენ მეზობლებს შენი და უნდა ცნობდნენ შენ ნეიტრალიტეტი. მეორე მსოფლიო ომის დროს მიუხედავად იმისა, რომ ირლანდია იყო პროგერმანულად გაწყობილი ქვეყანა, იმის გამო რომ ირლანდიამ გამოაცხადა ნეიტრალიტეტი მეორე მსოფლიო ომის დროს, ერთი ტყვიაც კი არ უსვიათ ბრიტანელებს ირლანდიის მიმართულებით. ერთი ტყვიათ, იმიტომ რომ სიტყვას იმ ცივილიზაციაში, რომლის ნაწილი ჩვენ ვართ, აქვს ფასი. და ირლანდიელების ნეიტრალიტეტი ბრიტანელებისთვის იყო საკმარისი, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მოკავშირეები იყვნენ გერმანელების მხარეზე იყვნენ მეორე მსოფლიო ომში, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ომში არ იყვნენ ჩართული, მათკენ არავის, იმიტომ რომ ირლანდიელების და ინგლისელების დამოკიდებულება საყოველთაოდ ცნობილი ამბავია, ხო? მათი ერთმანეთთან არც თუ ისე მეგობრული დამოკიდებულება. მიუხედავად ამისა, ქონდა ეხა ისტორიის მხრივ, მაგრამ დაუბრუნდეთ თუ შეიძლება ისე საქართველოში და იმ საკითხს დაუბრუნდეთ, რომ ქართულ ოცნებასთან ევროკავშირი წყვეტს ყველანაირ ურთიერთობას. დღეს ალბათ მთელი ერი ვუსმენდით და ველოდებოდით რა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ და ურთიერთობას წყვეტენ ჩვენთან მანამდე, ვიდრე ახალი არჩევნები არ დაინიშნება. აი როგორ ფიქრობთ, ახალ არჩევნებზე წამოვა კი ქართული ოცნება? უნდა ვაიძულოთ, წამოვა ისეთი ამბავია, თვითონ არაფერს წამსვლელი რომ არ არიან, ეგ ჩანს, თორემ
არც იმ ნაბიჯებს გადადგამდნენ, რაც გადადგა. კი ბატონო. განსაკუთრებით 28 ნოემბრის შემდეგ, ხო? აი მოწმენდით სააზე რომ დააქუხა იმ ივანიშვილის ბაგაზე დაბმულმა არარაობამ ყობახიძემ რომ ეს რა ქვია, ევროკავშირთან წყვეტ რატო ჩათვალეს მათ რომ აი იმიტომ რომ რაღაც მინელდა თითქოს იქ პროტესტი გადაყლაპა თითქოს ქართულმა საზოგადოებამ ის რომ მათ არჩევნები მიიწათ ძალაუფლება მიიწათ ეს არჩევნები გააყალბეს და იფიქრეს ნუ აი ცნობილი ქუჩური გამოთქმის არ იყოს ავადმყოფის და ლოგინს რო ეხება აი ბარემ იმიტომ რომ 28 წლამდე გადავაგორებთ რას ნიშნავდა მათი თქმა რომ წყვეთ ურთიერთობას ეს იმას ნიშნავდა რომ არანაირ ვალდებულებას ანუ ხო ეს ევროპელები ხო ისეთი ხალხია რა ქვია ეს ტვინის მჭამელები აბა ადამიანის უფლებები აბა სიტყვის თავისუფლება აბა ეს ასე მოიქეცია ანუ კარგად მოიქეციოთ ხელს ცხვირში ხელს ნუ იკიტინებ კბილები გამოირეცხე სუფთად ჩაიცვი აი ამის ეს როგორ შეიძლება გითხრას ვინმე ამას გეტყვის მეგობარი ხო აბა მტერი გეტყვის თუ მინდა აგერ არის ლაფი და იგორავე რამდენიც გინდა ხო ანუ ეს არ უნდათ ამის გამო თქვენს რომ წყვეთ თუ იმიტომ რომ ეგონათ რომ სავაჭრო თემა იქნებოდათ რომ აი ვინმე შეეხვერწებოდა რომ თქვენი ჭირიმე რა ოღონდ თქვენ ურთიერთობა არ გაწყვიტოთ და აი რაზეც გინდათ თანახმავართ რომ ივანიშვილი იყოს ოლიგარქი რომელსაც არანაირ თანამდებობა არ უკავია ისე მართოს ქვეყანა და ასე შემდეგ მაგრამ ეს არ გავიდა და ნუ მე არ ვიცი ხა ვერ წარმოვიდგენდი 88 წლის შემდეგ მიტინგი და შიმშილობა რამე არ ყოფილა რაც რომ ჩემს წინ გაიარა და უმრავლესობაც მონაწილეც ვიყავი მაგრამ აი ასეთი განგძობი ასეთი მე ვიტყოდი თანმიმდევრული ნებისყოფიანი პროტესტი და მშვიდობიანი დიახ თან მშვიდობიანი და თან ისეთი რომ აი ესე ნათლად რომ ესმოდეს ადამიანებს ქუჩაში რატომ გახართ კი ბატონო ჩვენც გვესმოდა შეიძლება ცოტა ისე ცოტა ასე მაინც ჩვენ საბჭოთა მაგრამ ამ ადამიანებს ამოძრავებთ ერთი იდეა. კი ბატონო, მართალი ხართ, მაგრამ მე მინდა თქვენ გითხოთ აზრი. ევროპა არაპირებს ჩვენს ქვეყანასთან ევროკავშირი უფრო სწორად წყვეტს ურთიერთობას, ვიდრე ახალ არჩევნებს არ დანიშნავს ქართული ოცნება. მეორეს მხრივ, აირჩიეს ტრამპი, რომლის დიდი იმედიც ჰქონდათ და ძალიან ხშირად გაიგონებდით ქართული ოცნების მხრიდან, რომ აი 20 იანვარი ბევრ რამეს შეცვლის, 20 იანვარი მოვიდეს, კი ბატონო. კი ბატონო, ძალიან ხშირად ამბობდა. აი, რამდენად მისაღებია ამერიკელებისთვის ახლა ეს ალბათ სხვა მომენტია იმ ხელისუფლებასთან ურთიერთობა, რომლის წევრებიც, ნუ ერთ-ერთი მათგანი, ყობახიძე მყავს მხედველობაში, იმყოფებოდა ირანში და ეს ხდებოდა მაშინ, როცა იქ ხდებოდა იმის ესე ვთქვათ, ყვირილი, რომ სიკვდილი ამერიკას და ისრაელს. როგორ ფიქრობთ ეს ყველაფერი? აქვს თუ არა გაანალიზებული, ნუ სასაცილო შეკითხვა, რა თქმა უნდა, გაანალიზებული ექნებათ ამერიკელებს ეს ყველაფერი? ქართული ოცნების სტრატეგია ინფორმაციული არის აი რაღაცების აი მოყარა, ესე რომ აი ვერ გაარკვიო ნაწილი პატარა სიმართლე, ბევრი სიცრუე, ერთმანეთში აურიო, რომ აი მათი სურვილი, მე ცოტა ძნელი ახლა ამათ თავებში ჩახედვა, განსაკუთრებით ის მთავარ თავში, რომელიც, რა ვიცი, მენცარს უსმენს და რა ნიჩესთან კამათში შედის, თან ისე რომ ნიჩეს აკითხული არ აქვს. და მაგრამ, ნუ ახლა იმაზე ცოტა ისეთია, მაგრამ აი წარმოიდგინეთ ახლა როგორ შეიძლებოდა ნორმალურ ადამიანს, რომელსაც ლოგიკურად რაღაცების გადაბმა შეუძლია, რამდენიმე წერტილი გადააბას. ან 4 კუთხედი მიიღოს, ან 7 კუთხედი, ან 3 კუთხედი, რა ვიცი, ან უბრალოდ წრეგა, ან უბრალოდ ხაზი გააყოს, ხო? აი, ერთადერთხელ ქართული ოცნების მმართველობის დროს სახელმწიფო მდივანი ამერიკის ერთადერთხელ იყო საქართველოში. ეს ხო მაიკ პომპეო, რომელიც ჩამოვიდა ერთადერთი გზავნით. ჩინელებს ანაკლი არ გაუთმოთ და მოათავა ყველაფერი და წავიდა უკან. და რა გავაკეთეთ? ხო. და აი ამათ რატო აქვს ჯერ ერთი
გაუგება წარმოიდგინეთ, ახლა ერთი მხრივ იძახოდნენ, რომ აი 20-ში და ტრამპი და ის რა მოვა და ასე დაალაგებს და გადმოალაგებს და მეორე მხრივ ვიღაცებს იმას აჭმევენ, რომ ჩვენ დამოუკიდებლები უნდა ვიყოთ და ჩვენ თვითონ უნდა გადავწყვიტოთ ყველაფერი. აი როგორ თანხმდება ეს ორი რაღაც, აი ტრამპი დაალაგებს, ჩვენ ყველაფერს ჩვენ თვითონ გადავწყვიტავთ, თან ჩინეთთან სტრატეგიული ეხა ერთი სულელი გუშინ იმასაც წერდა, რომ აი ამერიკასაც კი აქვს ჩინეთთან ურთიერთობა. ახლა ამერიკას ჩინეთთან ურთიერთობა, ჩინეთთან ყველას აქვს ურთიერთობა სავაჭრო, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ისე სტრატეგიული პარტნიორები არიან და იმაზე რა. დღეს გააკეთა ტრამპმა განცხადება იმის თაობაზე, რომ პანამის არხი საჩუქრად გადავეცეთ პანამელებს და არა ჩინელებს. ერთპარტიული დიქტატურა, მართალია საბაზრო ეკონომიკით, მაგრამ კომუნისტური დიქტატურაა ეს ქვეყანა და როცა შენ მასთან სტრატეგიულ მასაფრო აი მართლობის ფორმები და რაღაც სისულელები წერია ამ დოკუმენტში რა. როაი თურმე ჩინეთის მართლობის ფორმა ყოფილა, ხო, ერთპარტიული დიქტატურა, სადაც რამდენიმე 1000 კაცს ხრეტენ ყოველწლიურად, მათ შორის განსხვავებული აზრის გამო, აი ეს ქვეყანა ყოფილა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ირანი კიდე აი გუშინ გამოაცხადეს, რომ რეპერი რომელმაც სიმღერაში მუჰამედი ახსენა, ჩამოხრჩობა მიუსაჯეს, აი ეს ქვეყანა უნდა. მე არ შემიძლია ბატონო ამირანომ არ აღვნიშნო ქუთაისის ბაზარში ერთ-ერთი ინტერვიუს დროს, აი სუფთად იმერულად ნათქვამი ქალბატონის სიტყვები, როდის მერე დავდიოდით ირანში სატირალზე. ხო. გამოვისვიდე, მეც ახლა გამახსენდა. ანუ ის კი არა ხომ ირანი ჩვენი მეზობელი არ არის. აბედნიეროდ საერთო საზღვარი არ გვაქვს მაგათთან, მაგრამ ნუ კი ბატონო ჩვენ რეგიონში რაღაც ინტერესები აქვს. რუსეთი აქ არის. ხა ჯერეთი ირანსა და თურქეთს შორის და თუნდაც თურქეთსა და რუსეთს შორის რომ პარალელს დაალაგეთ ეს ყველაფერი და ძალიან არასწორი, იმიტომ რომ თურქეთი მართალია პრობლემური, მაგრამ მაინც დასავლური ორიენტაციის ნატოს წევრი ქვეყანაა, რომლისთვისაც მოკავშირეები არიან დასავლელი. თურქეთი არის დღემდე საერო ქვეყანა, ნორმალური, ნუ მეტნაკლებად პრობლემური, მაგრამ ჩვენზე უკეთესი დემოკრატიით. ასე რომ, ახლა თურქეთის და ირანთან პარალელის გავლა, მithumetes რუსეთთან პარალელის გავლება ველურებთან, რომლებიც წავიდნენ იმაზე, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში 2 მილიონი ადამიანი გაჟუჟეს, თავისი და უკრაინელების. აი ამაზე წამსულელი ქვეყანა, ამას გავუდა თურქეთი დააყენო მათთან პარალელს, რომელიც არის საერო ქვეყანა, დემოკრატია, ნატოს წევრი და ნუ დალაგებული, თუ ინმეს გერმანიაში ფული არ აქვს დასასვლელი სამკურნალოდ, ყველა თურქეთში გარბის და აი ამ ქვეყანას ვადარებთ ირანს, ან რუსეთს, ნუ ცოტა ისეთი რამეა. მაშინ ჩამოყალიბდეთ და მოკლედ თუ შეიძლება რომ ვთქვათ, ქართულ ოცნებასთან კავშირი აღარ ექნება ევროკავშირს მანამდე, ვიდრე არ წამოვლენ ესენი არ ჩანიშნავენ ახალ არჩევნებს. ვთქვათ, არ ჩანიშნეს და არ წამოვიდა ქართული ოცნება ახალი არჩევნების ჩატარებაზე. მეორეს მხრივ, გართულებული ურთიერთობები, სანქციები და ასე შემდეგ ამერიკული მხრიდანაც აქვს. რა გამოვა და რას მივიღებთ? ვიქნებით სრულ იზოლაციაში? მე არ მინდა პროგნოზა არც გამომდის პროგნოზები რა. მაგრამ გაგრძელება პროტესტი იმედი მაქვს და მივახცევთ იმას, რომ ესენი წავლენ, ესენი არჩევნებს აღარ ჩაატარებენ. ამათი დათმობა იქნება, ჩამოცილინენ ხელისუფლებას ნეიტრალური, საყოველთაო დობით აღჭურვილი ადამიანები ჩაატარებენ არჩევნებს, ერთადერთი ლეგიტიმური, რომელიც მართლა ხალხმა არიჩია, მიუხედავად იმისა, რომ მე მის წინააღმდეგი ვიყავი და ხმაც მის წინააღმდეგ მივეცი ორჯერ. არის სალომე ზურაბიშვილი, ერთადერთი ადამიანი, ვისაც სახალხო ლეგიტიმაცია აქვს, რომელსაც ასედაც ცნობს ყველა ევროპაშიც და ამერიკაში და მას ელაპარაკებიან და არა ამ თვითაღიარებულ ძალაუფლება მიტაცებულ ბანდას, სწორიც არის ახლა თუ ამბობ რომ და არჩევნები არ იყო გამართული და მარჩევნებს არავინ აღიარებს, მაშინ ამ არჩევნების შედეგად ჩამოყალიბებული მთავრობასაც არავინ აღიარებს. ნუ
რამდენად შევძლებთ ჩვენზეა დამოკიდებული, მე რასაც ვუყურებ, ეს ჩვენ შეგვიძლია დროის ამბავია, ასე რომ მე არ მგონია ხანდახან გავიგონებ ჩემ ძალიან კარგი ადამიანების გამართ შორის ჩემი მეგობრებისგანაც რომ აი ცოტა დრო დაგვჭა რა ჩვენ დრო ცოტა არ დაგვჭა ცოტა დრო დარჩა ქართულ ოცნებას ივანიშვილის ბანდას მოიგონ გონს ჩვენ დრო გვაქვს საკმაოდ ჩვენ ყოველ დღე ვამცირებთ ყოველი ახალი დღე არის ერთი დღით ნაკლები ქართული ოცნებისთვის ძალაუფლებაში ყოფნის და ასე რომ არავითარი პესიმიზმის მე ყოველ შემთხვევაში არ მაქვს პესიმიზმის არანაირი საფუძველი, იმიტომ რომ როდის იქნება ცოტა ძნელი ახლა თქვა, ხვალ იქნება, ზეგი იქნება, ის რაც ჩვენს თავს ზემოთ არის და ჩვენს გარეშე შეიძლება მოხდეს, იმაზე, რა ვიცი, იმაზე პროგნოზის გაკეთება, მე შემიძლია ჩემ თავზე თქვა, რომ მუხლი მიჭრის და ავდგები ფეხზე აქედან და გავარჩევი ფეხით, ეს შემიძლია თქვა, მაგრამ როდის როცა იქნება, მაგრამ იქნება, მე იმედი მაქვს, მაგრამ აი ეს თან ერთი რამეც არ შეიძლება ეს არ თქვა, არ ვიცი ხა ვინც არ მგონია რომ ივანიშვილს კიდევ ვინმე ყავდეს აი ესეთი ალალი და ალტროისტი მხარდამჭერი და თუ ვინმე ყავს იმათ გასაგონად ვამბობ რომ ბატონი ივანიშვილს ყავს დაქირავებული ლობი ამერიკაში რომელიც მუშაობს იმაზე რომ ივანიშვილს შეუმცირონ და არ დაადონ სანქციები და უკვე დადებული სანქციები შეურბილონ. ანუ ეს ადამიანი მხოლოდ საკუთარი ქონებისთვის და საკუთარ თავზე ფიქრობს. მას ქვეყანა როგორც ასეთი არ აინტერესებს. ჩვენ არ ყოლი აქამდე მართველი დამოუკიდებელი საქართველოს მოგწონდა ვინმე არ მოგწონდა მე ვინმეს მხარდამჭერი ვიყავი არ ვიყავი არ აქვს მნიშვნელობა. არც ერთი მართველი ჩვენ არ ყოლია რომელიც საკუთარ თავს უფრო მაღლა აყენებდა ვიდრე ქვეყანას და საკუთარი ქვეყნით ვაჭრობდა. აი ერთადერთი ყავს ახლა ბანდა ხელისუფლებაში ოლიგარქ ივანიშვილის ხელის ბიჭები, რომელთათვისაც ივანიშვილის ფული არის მთავარი. რა ივანიშვილის ფული გადაარჩინონ, ივანიშვილის რეპუტაცია გადაარჩინონ, აი ბოლო წერილიც ბრიტანეთის დემოკრატიაზე ქრება თურმე საფრთხე, აი ამ კი ბატონო ეს თვითყრობელი და თვითმარქვია და ძალაუფლების მიმტაცებელი კაც თუ თავისუფალ ეკონომიკურ ზონებში ფულებს და ფირმებს დაუყადაღებენ და თურმე ეს იქნება ბრიტანეთის დემოკრატიის დასასრული, ბრიტანეთის დემოკრატიის დასასრული ყობახიძე საუბრობს იმაზე და ის კიდე ის დინარაძე აი ძალიან დიდი მადლობა ბატონო ამირან რომ მობრძანდით მადლობა თქვენი შეხედულებები და მოსაზრებები გაგვიზიარეთ ჩვენ და ტელემაყურებელს ძალიან დიდი მადლობა რომ გვიყურეთ ერთმანეთს შევხვდებით ხვალ 20 საათსა და 30 წუთსა მეგატივის არხზე მშვიდობიან ღამეს გისურვებთ ნახვამდის